ტრანსბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. დამტკიცდა დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები 5 შაბათს ჩატარდება. შეგახსენებთ, 29 იანვარს ასამბლეამ მიღებული რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. რეზოლუციის თანახმად საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება 2025 წლის აპრილამდე პირობითად მოხდა. ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს საარჩევნო დარღვევების აღმოსაფხვრელად ინკლუზიური პროცესის დაწყებას, ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას, საპოლიციო ძალადობის დასრულებას და 2025 წლის აპრილის სესიამდე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ჩვენ საინტერესო არის ჩვენ თქვით რომ აღარ ვაჩერებთ ჩვენ საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში. Deep State-მა თქვენ ნახეთ რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს, მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყო ჩართული ამ პროცესში. ეხლა თავიდან ბოლომდე ექსკლუზიურად Deep State-მა დაავალა ევროპულ სტრუქტურებს უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება სწორედ ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ასე ვთქვათ ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში და ეს ასე ვთქვათ ტვირთის თავის თავზე აღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა თქვენ იცით რომ მანამდე ორი ფრონტიდან გვიდევდნენ და აქაც მოახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები